მოგესალმეთ მეგობრებო, ჯიჯის თოქსის მესამე ეპიზოდი დაგვიდგა. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის დავით ჭუბაბრია და ის წარგვიდგენს დღეს თამაშს Plague Doctor vs The Profane. გამარჯობა ბატონო დავით, როგორ გიკითხოთ? გამარჯობათ. აია მეგობრებო, უკეთესობა, მაგრამ ესეც უძლებთ. სხვა რა გზა გვაქვს. მოკლედ ეს არის ჩვენი თამაში, რომელსაც დღეს ვითამაშებთ და განვიხილავთ რა და როგორ ხდება და მე დაგისვა კითხვებს, რომელზეც შენ ამომწურო პასუხები უნდა გამცე. კი ბატონო. ყველაფრისთვის. არა. მე ვარ მეთახვები, ხო დათო? არა. მოკლედ დღეს განვიხილავთ თამაშს Plague Doctor vs The Profane და ბატონო დავითი ჩვენ გაგცემს ამორწურავად ჩამჭრელ კითხვებზე პასუხს. და დავიწყოთ თავიდან. New game. თან რომ მითხრა და მომიყვე, აქ რა ხდება და რა როგორ ხდება? მარცხნივ მაქვს? თვითონ თამაში თუ თვითონ ჩვენთან სტუდიაში? თამაშზე რომ მომიყვე. დიახ, თამაში ესე იგი არის game jams გაკეთებული. ასე ვთქვათ, იდეა, რომლის თავარი იდეა იყო ტრანსფორმაცია და მოგვეწონა ეს იდეა და გავაკეთე შემდეგი რაიმე რომ იდეაში ამ თამაში, როდესაც ბოსებს მოკლავ, შეგიძლია იმ ბოსების, ასე ვთქვათ, რაღაც ესენშენი აიღო, არ ვიცი რა, ჯერ არ მოგვიფიქრებია სახელი და ამ ბოსებად გადაიქცე და მე უფრო მეტი მტერი გაასისგზალღო და გაანაგავო. ჯერ ვერ გადაიქცე ბოსად, რადგან ჯერ ბოსები არ მოგიკლავს ბატონოჩი. ასე რომ ვირთხარ გადაიქეცე და გადი მაქედან, კი ბატონო. ხო, მოკლედ, საბოლოო ჯამში ეს თამაში უნდა ყოფილიყო 6 თვიანი პროექტი, რომელიც უკვე 2 წელია მიმდინარეობს და ეხა იმედი გვაქვს რომ უნდა 5 თვეში დავამთავრებთ. მაგრამ არ ვიცი. საბოლოო ჯამში ვიზუალურად ჩვენ პირადად რავი მოგწონს, რაც გამოვიდა, მაგრამ ოპტიმიზაცია და რაღაცები საშინელება გვაქვს. მოკლედ, რაღაცა უცნაური ისა გვაქვს, ახალ გეიმპლეი, ანუ core loop-ი ჯერ კიდე დამთავრებული არ გვაქვს. და საბოლოო ჯამში ვერ მივხვდით რა ჟანრის თამაშია ჩვენ თვითონ, ოღონდ მართლა. აჰა. იმიტომ რომ, ანუ იდეაში რაც გვინდა რომ მოთამაშე მიგძნოს, ეს არის დომინაცია რაღაც მომენტებში, მაგრამ თლად უსამართლო არა რა. ჩათვალე დუმია იზომეტრია. სლეშერი არა? არ არის თლად სლეშერი, ხო. პლუს ეხა ბალანსირება არ გვაქვს ჯერ დასრულებული, ანუ ჰიტსტოპები და რაღაცა გავაკეთე. მომისმენ შენ ახლა მოკვდები აშკარად ძალიან ცუდა თამაში. შეგიძლია დააჭირო. შეგიძლია დააჭირო H-ს და გახდები უკვდავი. არანაირად მე ძალიან კარგი. ასეთ რამეს. კი ბატონო. ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ იდეაში ამ თამაში გაქვს ორი მნიშვნელოვანი რაღაცა, ეს არის სიცოცხლე, ლოგიკურია ერთ-ერთი მათგანი და მეორე არის ტოქსინ ბარი. ტოქსინ ბარი, რომელიც ამ წუთში ივსება ეს რო იყენებს თავის ისრებს. ანუ ტოქსინ ბარი რო შეივსება, მერე ტრანსფორმაცია არ შეგეძლება და პარალელურად არც ისრების გამოყენება. მაგრამ ამ წუთში ეგ ეს დაუბალანსებელი გვაქვს იდეაში, რომ გაივსება ცოტა ხანდა გაჩერდეს. დაუნის თემა არის? ხო, კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ნუ მოკლედ. აი, ეგეთი ამბებია, მოკლედ ამ თამაში. ხო, მთავარი დამაუწყო სიუჟეტი. სიუჟეტი იდეაში მარტივია. არის ჭირი გავრცელებული, შენ ხარ Monster Hunter-ი შეგიძლია უწოდო თქვენ თავს, ოღონდ Plague Doctor-ი ხარ, რანაირად დავაკავშირეთ ეს ყველაფერი, მოდი მაგის განხილვა არ გვინდა. და შეგიძლია რომ, ანუ და შენი მიზანია რომ ჭირი გაანადგურო. ეს რა მოხდა, ანუ ეს ჭირის რაღაცა არ ვიცით სახელი აქვს მოფიქრებული final boss-ი ვინც არის. მაგან გაავრცელა მოკლედ ჭირი, გაყარა ადამიანები თავიანთი საცხოვრებლებიდან, თუ დააკვირდებით ზოგადგილზე რაღაცა კემპებია, ქარავნებია, გაჩერებული სისხლები რაღაცეები და იმის და მიხედვით რა, ასე ვთქვათ, ეტაპებსაც გადიხარ, სამყარო იცვლება რა. ამ შემთხვევაში ახლა ტყეში ხართ და ორკები და გობლინები იქნებიან, მეორე ლეველში უკვე არის, ასე ვთქვათ, ნეკრომანტია და ხარ რაღაც ძველ მიწის ქვეშა რაღაც საიდუმლო ტაძარში, არ ვიცი საიდუმლოა თუ არ არის, პრინციპში მაგაზე არ ვისაუბრია. შესაბამისად, ნუ მაგის ესთეტიკასაც ნახავთ და მესამე ლეველი უკვე ჭაობი არის, საიდანაც ეს ყველაფერი გავრცელდა რა. ბოსები ყავს 3, ამ ლეველს თავისი ბოსი ყავს, ორკი, რომელსაც მოკლავ და ორკად გადაქცევა შეგელება, მეორე არის ლიჩი, რომელსაც მოკლავ მეორე ლეველში და მათ გადაქცევა შეგეძლება, კი ბატონო. და მესამე უკვე final boss-ია, რომელსაც რომ მოკლავ თამაშს დახურავ კიდეც. ეს მოკლედ თამაში შესახებ. ანუ უკვე ხო ეს სამივე არის ხო თამაში?
სამივე თამაში პოლიში არ არის, იმიტომ არა, სამწუხაროდ ეგრე არ არის ამბავი. პოლიშინგიღა ჩვენ რო გვეგონა რომ დარჩენილი იყო ამისა რომ არ არის პოლიშინგიღა დარჩენილი. არა. კი, რეალურად პრობლემები უამრავი გვაქვს. პრობლემები აღმოჩნდა ოპტიმიზაციაში, პრობლემები აღმოჩნდა სწრაფ კოდში, რომელიც ნაჩვენებურად დავწერეთ თავის დროზე. აი ეგ ბარელი გაატეხე და სიცოცხლე იქნება შეგნი წესით. ჯანდაბა არ გაგიმართლა. მადლობთ. პრობლემა გვაქვს. კაი, მოდი იცი რა ვქნა, სანამ პრობლემაზე გადავალთ, სულ თავიდან დავიწყოთ. ნუ იდეა გასაგებია, რომ game jam-ზე თემა იყო შესაბამისი და ესეთი რაღაცა მოიფიქრეთ. execution-ი მოხდა Unreal-ში და ჯერჯერობით რომ მომიყვე გუნდზე, ანუ რამდენი კაცი მუშაობდა ამ თემაზე და რა, ანუ პროგრამისტის ამიდე მოდელი და ასე შემდეგ. ასეტები როგორ გამოიყენეთ, სად გამოიყენეთ და მე გადავიდეთ უკვე პრობლემებზე უშუალოდ დეველოპმენტის პროცესში რა. აი ჯერ დავიწყოთ თავიდან რა როგორ მოხდა, აი კონცეპტიდან დაწყებული. კი ბატონო, მე გეტყვი ახლა როგორ მოხდა. მოვდიოდი გზაზე. ესე იგი, მიხვედი game jam-ზე. მივედი game jam-ზე. მოკლედ, საკითხია შემდეგში. ჩვენ ერთი რეალურად 4 წელია რაც ერთად ვართ გუნდში ვართ 5 ადამიანი, თუ რამდენი ვართ ჩემ გარდა? სანდრო, ზურა, ნატუკა და მარიამი, ხო 5 ვართ ჯამში. ამ ეტაპზე Andy Gaming Studio-ში რაც თქვა ამ პროექტზე ვართ ჩართულები. თუმცა გვაქვს რაღაცა წვრილი სხვა მმართველები, რომელიც ახლა დავიწყეთ და ავცდილობთ რომ განვავითაროთ Unity-ს და სხვა ძრავის მიმართულებით, Godot-ი და შემდეგ. მაგრამ მაგაზე ცოტა მოგვიანებით. ყავს Unreal-ის სპეცი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც საწყალი ყველაფრის გაკეთება უწევს და ყველაფერი უნდა იცოდეს იმ გაჭირვებულმა კი იცი შენ რამდენი თქვენი მიმართულებებიც არის რეალურად. ეგრეთ წოდებული ყველაფერში. ყველაფერში კი ჯენერალისტი, კი ბატონო, VFX-ები რო არის ის და მაინც რო იცის, რო უწევს რო იცოდეს. და არაფერი რო არის ის, კი ბატონო, ყავს ამიდე მოდელერი, რომელიც ასევე არის რიგერი, ასევე არის ანიმატორი, ასევე არის ტექსტურის შემქმნელი და ყველაფერი საერთოდ. რაც კი რამე ჭირდება ძრავში შეტანამდე მოდელს. ასევე ყავს art დირექტორი, ანუ კონცეპტ არტისტი იყო რატო თავის დროზე, მაგრამ მას შემდეგ რაც აღმოაჩინა რომ ზურას ლეველების შექმნისთვის და მის ჭკუაზე ასე თქვა დალაგებისთვის კიდევ უფრო დიდი დრო მიქონდა, თან ისე საინტერესებდა Unreal Engine-ში მუშაობა, შეისწავლა ნელ-ნელა ძრავი და ეხა როგორც ხედავთ, ყველაფერი მისი დალაგებულია არსებული ასეტები. და გახდა კონცეპტ არტისტიდან level დიზაინერიც. აი ესეთი საწყალი და საცოდავი გუნდი ვართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, მე ვალაგებ ხოლმე სტუდიას და მარიამი ყავს, ასევე კონცეპტ არტისტი, რომლის ძირითადად დიზაინებია ხოლმე ვიზუალურად დამუშავებული პერსონაჟები განსაკუთრებით. პერსონაჟებზე ძირითადად მარიამ მუშაობს, ნატოკას ურჩევნია environment-ზე ემუშაობს. აი ეხლა რასაც ხედავთ, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენი აკეთებული არის თავიდან ბოლომდე. ეხლა რაღაცები გადასაკეთებელია, რაღაცები შეუცვლელი გვაქვს უკვე და შეტანილი არ არის. მაგრამ ხო, ანუ რაღაც ნაყიდე სეტებს და რამე, ასე ვთქვათ, სხვა იმის არ ვხმარობთ რა, სხვის ნამუშევრებს. ანუ ყველაფერი თქვენი არის აბსოლუტურად, რასაც უყურებთ. კი. კარგი, ახლა დავიწყოთ პირველი სირთულეები, რა იყო, აი game jam-ზე გამოხედით, ნუ იქ რაც იყო playable წარადგინეთ და მე გადაწყვიტეთ, რომ რაღაც დაგემატებინათ ამ თავში და ბოლომდე მიგეყვანათ რა. აი მან რა მოხდა, ანუ რამდენი რაღაცის შეცვლა მოგიწიათ, იდეიდან დაწყებული, ხა game jam-ზე რო ქმნი, იცი რომ 2 დღეში უნდა დაასრულო და უცებ გინდა რომ რაღაც მექანიკები გამართო რა. აი მაგის შემდეგი ეტაპი როგორი იყო, რომ ანუ რო დასხედით, ანუ რამ საიდან უნდა გაგევითარებინათ და რა იყო შემდეგი საფეხურები, რაც უნდა გადაგედგათ, რომ უფრო მასშტაბური პროდუქტი დადებულიყო რა. და მაგაზე ბევრია ალბათ სალაპარაკო და მირჩევნია ბევრი ვილაპარაკო, რადგან თქვენ დანარჩენებმა, ვინც ეხლა გვისმენთ, მოისმინოთ, რადგან მნიშვნელოვანი ეტაპი არის ეს. შეგახსენებთ, რომ აი scope-დან განსაზღვრით რა, ანუ ყველა რაც გვეშლება ეხლა ყველას საინტერესო თემატიკა კი ბატონო. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ 9 წელია დეველოპმენტში, მინიმუმ. აი კონკრეტულად მე ეგრე ვარ რა. ხო და ეს გუნდი, რომელიც ეხლა ვისენცდებს მუშაობთ და Andy Gaming Studios Rebirth-ი ეგრე რო ვთქვათ რა. გამოვიდა სადღაც 4 წლის უკან მოხდა ეს ყველაფერი. შეიძლება 5-საც უკვე არ ვიცი, მაგრამ მგონი 4.
და მოგვიწია ნულიდან გაზდა ყველას ერთად შეერთმად შემუშავება და გავაკეთეთ სხვადასხვა 4 სხვადასხვა პროექტი გვაქვს ამ ეტაპის გაკეთებული, რომელიც itch.io-ზე გვიდევს, მე ლინკი ეგდება აქ. რაღაც შოუ-კეისი გავაკეთეთ თავის ძოზე უცხო პლანეტელების თეფსზე, რაღაცა 2D თამაში, რაღაცა სწრაფად ერთ-ერთი იმისთვის, Game Jam-ისთვის. ასევე მქონდა კიდევ ერთი Game Jam-ის პროექტი, Laundry Defender-ი, რომელშიც 2D და 3D ტექნოლოგიები რაღაცები გადავტესტეთ, როგორ მოგვეტყუებია თვალი და ასე შემდეგ და ეგ Plague Doctor-ში გამოვიყენეთ რაღაცეები, ეგ მეთოდი მეორე ტურში თუ მიაღწია საბამ ოდესმე ამ ქვეყანაზე ნახავთ. ცდილობ. დიახ. და ასევე კიდე რა გქონდა და ასევე ხო მქონდა ესეთი იდეა გავაკეთეთ Sunrise-ი, ესეთი ასე ვთქვა დემო პროექტი არის, რომლის იდეა იყო, რომ ხარ რაღაც პოსტაპოკალიფსურ სამყაროში, სადაც მზე კლავს და უნდა იარო ჩრდილებში. ესე სხვადასხვა Game Jam-ის პროექტი იყო. და ძალიან მოგვეწონა ეს იდეა. ყველა თამაში მახსოვს გონი, რაც თქვი. კი, და იმ 2D-ს გარდა არ გემახსოვრება ის, იმიტომ რომ ეს Global Game Jam-ზე გავედით და მან არ იყო მაშინ საქართველოს Global Game Jam-ის წარმომადგენლები და მან პროცედურულად გენერირებული მუსიკა გავაკეთებ, რომელსაც ყველა დასცინოდა ჩემ გუნდში, მაგრამ ვინც უსმენდა, ყველას მოსწონდა. ნაგვებოდ, ხლაში. ხო და რა თქმა უნდა, შენმა გუნდმა თუ არ გაგლანძღა, სხვისას გემო არა. მოკლედ, საბოლოო ჯამში მოხდა ესეთი რაიმე, რომ ამ პროექტებით ეხლა რატო გიყვებით ამას? ამ პროექტებით მოკლედ ვისწავლეთ ძალიან ბევრი რაღაცა. კი, რეზიუმი ყველაზე ჭკვიანური იყო. რა ხდება? ეს ჩეკპოინტი არ მაქვს, არ გამაგია. არა, არ გაქვს. თუმცა იქნება. ხო, არ ვიცი. თავიდან ვიწყებ, მაგრამ არ ვიცი, ეხლა რა თამაში გავაკეთეთ, გეუბნები, ჯერ არ არის მეტი. დააჭირე იმ H და წაეთრიე. მოკლედ. ხო. ჩვენ ძალიან დიდ დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ რაღაცეები გვესწავლა, რავი, 3D მოდელირებაზეც, 2D-ზეც ბევრი რაღაცეები, მოკლედ, ძალიან დაგვჭირდა, რომ ბევრი რამე გაგვიარა და გვესწავლა და შესაბამისად ძალიან დიდ დრო დაჭირდა გუნდის ერთად შეხმატკილებას და გაზრდას. და ასევე scope creep-ი რაც დაგვემართა, აი Sunrise-ზეც ვიცოდით, რომ ის პროექტი დიდი იყო და რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებდით, მაგრამ რაღაც ადეკვატური ზომამდე რომ მიგვიყვანა, აი რასაც იქ ნახავთ, აი 6 თვე დაგვჭირდა, რომ მაგ ზომამდე მიგვიყვანა, წარმოიდგინეთ და მაშინ მივხვდით, რომ 4 წელი რაღაცებსაც ვაკეთებთ, არის სრული სისულელე და მოდი ავდგეთ და ერთი პროექტი, რომელიც მოგეწონება და იქნება პატარა, მოდი გავიყვანოთ ბოლოში. და ზუსტად მაშინ რაღაც Plague Doctor-ით რაღაც მეორე ადგილი ავიღეთ, უბრალოდ მახსოვს Game Jam-ზე და Plague Doctor-ით გადავწყვიტეთ, რომ გაგვიყვანა ეს თამაში ბოლოში. Game Jam-ზე რაც გავაკეთეთ, ეგრევე ავიღეთ და გადავაგდეთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად არაფერში არ გამოგვადგა საერთოდ. მაგენს ეხა თუ არ მოკლავ, მე კიდე შეიძლება გაგიჭერდოს უარესო. H დააჭირე და იქ კონდეს სიცოცხლე გული მიტო და არა. ჩემი გაიაჩი. ხო, მოკლედ, ესეთი რაღაცები ეხლა რაც აქ ხდება, ზუსტად ეგ არ მოგწონს ჩვენ და ჩვენც ვიცით რომ ეს მოსაგვარებელია, ეს ამდენი ინტერი არ უნდა მოყვებოდეს რა და ეხლა ზონები გვაქვს გასასწორებელი, მაგრამ მოკლედ ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკებთ. ეხლა რაც აღმოჩნდა რომ პრობლემაა სერიოზული. ხო, რო დაუბრუნდეთ Game Jam-ის ამბავს. მოვკიდეთ მოკლედ ამ თამაშს ხელი, მე ვთქვი რომ მოდი 3 პატარა დამპალი ლეველი გავაკეთოთ, 3 სხვადასხვა ქარაქტერები, 3 სხვადასხვა რაღაცა, რომ ცოტა მრავალფეროვნება თამაში იყოს და let's go მეთქი. გავაკეთოთ 6 თვეში და მორჩა კონცერტი მეთქი რა. უბრალოდ გავაკეთოთ ისე რომ სტივზეც დავდოთ, ვისწავლოთ გამოცდილება მივიღოთ აი ამ სტივზე რომ დადებ რა ხდება და რაღაცა. არა, მე პროფესიონალი ვარ. ბიჭო, რატო ხარ ჯიუტი? მეთქი ხო რავი, მივიღოთ რაღაცა გამოცდილება და გავაკეთოთ რაღაცეები მეთქი და ვიცოდეთ ასევე რომ პოსტ რელიზის მერე რა ხდება რა, ანუ კაი თამაში გამოუშვი, ვიღაცამ შეიძლება მოგწეროს რომ არ იქა ბაგი აქვს, არ იქა ესა აქვს, რაღაც პატარა აპდეიტი გვინდა და კიდე რო გაგუკეთებინა იმ პონჩი რომ, ну, ისა რა ქვია,
ვიცოდეთ რომ ზოგადად აპდეიტები როგორ კეთდება, თქვა DLC-ები და რაღაცა ესეთი მსგავს რაღაცები. პატარა არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რა DLC იქნება რა. გამოცდილების კუთხით ხო? ერთხელ მაინც, ხო. კი, ერთხელ სრულად გავიარო და ისე აგიხდა ყველაფერი იმდენი წვრილმანი სისულელი ამოხტა რომ რავი, ანუ შევიშალე ჭკუიდან. რო გვეგონა რომ ასე თუ ისე ყველაფერს თავს ვართმევდით და უმკლავდებოდით. ვაი ვაგლახით და რა თქმა უნდა გაწერილი დროით აღმოჩნდა რომ ბევრად რთულია სიტუაცია. და შესაბამისად მოგვიწია დაახლოებით უკვე მეორე წელი ამაზე მუშაობთ. როდის იყო ეს game jam? საბა. 2 წლის წინ იყო კი. 2 წლის წინ იყო. ანუ მეორე წელი ეხა არის, ხო? წესით ხო. ნუ მithumetes. თუ 2 წელი ეს მესამე წელია, ვაფშე სულად ყოფილა ჩვენი საკითხი. არა მგონი მეორე წელი იქნება. ხო, ნუ მოკლედ, ეხლა ნახეთ, ამ წუთში რა დონეზე მივედით რა? რისიც გვეშინოდა ისევ და ისევ დავიწყეთ უკუღმა. რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა ის იყო რომ ვიზუალებს თავს ვერ გავართმევდით და ვიზუალები არ ივარგებდა. საბოლოო ჯამში ვიზუალები გადაკეთდა ორჯერ. თქვენ წარმოიდგინეთ და ყველაზე დიდ დროს წავიდა ვიზუალების რაღაცების კეთებაში. ამ ვიზუალების იმპლემენტაციაში რაღაცა ტრალალა ტრული და მარტივი კოდების და რაღაცების გაწირაში რაღაცები გაგვეტესტა და ემუშავა უბრალოდ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ რაც ნამუშევარი ქონდა, ბევრი რაღაცის გადაყრა მოგვიწია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ტესტირებისთვის კი ვარგოდა, მაგრამ ძალიან დიდ დრო დაჭირდა საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის ანუ ყოხტად დაწერას და რო ემუშავა და პლუს დამთავრებული არ არის. მაგალითად ეხა აქ რა ხდება ამ ეტაპზე რა სიტუაცია არის რა? ვაფშე არ ქონდა game feel-ი თამაში დამატებული არც რაღაცა. საერთოდ არაფერი, ეგ გავაკეთეთ სადღაც 1 თვის უკან რა. რომ რაღაცა რო ისვრის ფლეგ დოქტორი ეგ ყვალს ტოვებს და მაგალითად ენემიები სანამ მოგიქნევენ ხელს იდენტიფიკატორი აქვს და აი რაღაცა რომ მოკლავ კადრების სტოპდება ცოტა ნელდება რაღაცები და მოკლედ აი ცოტა გაუმჯობესებულია game feel-ი. ახლა ანუ რა მოხდა? ანუ ჩვენ რაღაც სისტემა ავაწყვეთ რის ხარჯზეც გვინდა რომ ეს ყველაფერი მე დავარეგულირო და დავაბალანსო, თუმცა დავაბალანსებასთან ჯერ არ მივსურვებთ. ეხლა მეორე სისტემა. გვაქვს game manager-ი. ანუ ეს რა ხდება? იდეაში ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც აკონტროლებს ვინ უნდა დაგარტყას, შედის სწრაფად მან არენაზე. შეშველა როგორც იქნა, იჩხუბია. რა გვანებთ? მივხედო საქმე. კი ბატონო. საბოლოო ერთი იცი რა არის, სანამ გააგრძელებ შეგაწყვეტინებ. თავიდან თქვი რომ ვიზუალებმა გაიარა 2 iterაციო და რაღაცაო რა. ანუ ძალიან ბევრისგან გამიგია ეგ, რომ ჯერ რეალურად იდეაზე მუშაობაც არ არის დასრულებული, რომ უკვე ვიზუალების დაწუნება და გადახარისხება მიდის ხოლმე რა. და აი ეგ რამდენად სწორი არის, რომ ხوارდია ჯერ იყოს ბლოკაუთი იყოს, ოღონდ სისტემა გაიმართოს, იდეა დაიხვეწოს. მაგას ვიძახი ზუსტად, რა მოგვივიდა ყველაზე ნუბური შეცდომა. და მე მესმის ეგ ნუბური შეცდომა რატო ხდება რა? ეს იყო, ანუ მე რაც უნდა მეკივლა და რაც უნდა ვიკივლე და რაც უნდა მექნა, ხო ხტები, ანუ აზრი არ ქონა, იმიტომ რომ რაღაც კუთხით გუნდის წევრებს რწმენა არ აქვს თავის თავში, რომ აქამდე რაღაც რელიზი, რაღაც არ გაუკეთებიათ, ხტები, ანუ ეს რომ ჩვენ ვიყოთ ახლა გუნდი, რომელსაც რაღაც მინიმუმ 2 თამაში, ან 1 თამაში მაინც დარელიზებული აქვს და რაღაცის ფიდბექი მიღებული აქვს. მსგავს რაღაცები არ მოხდებოდა. მიხვდით? ხო და რადგან ეს არ არის, შენ ეგრევე ედარები დიდ ან სხვა კარგ სტუდიებს, რომლებსაც რაღაცა შენ თამაშები მოგწონს და ბიჭო, აი, მან ახლა 2 რაღაცა რა, კი, სწორია რომ იმას ედარები რა, ანუ რაღაც ცუც არ უნდა შეედარო, ბაზარი არ არის. რა მე მინახი ადამიანები, აი ცუც აკეთებენ და იმხელა ის აქვს, რა ქვია, ხო, თავში აუვარდება და რაღაცა აგავს, ხო, შეგახედებენ, რომ თითქოს იყოს ერთ-ერთი ულამაზესი სოფლიოში და მოგთხრიან ნერვებზე, მაგრამ ანუ ეგრე ხო რეალურად არ არის რა. ეგ კარგია, რომ კარგს ვედარებით. ბაზარი არა, მაგრამ აქ მეორე მთავარი მომენტი გვავიწყდება, რომ რეალურად თამაშების შექმნას აქვს თავისი ციკლი. პირველ რიგში იწყება ქორლუფით. ქორლუფი არის, რომ მოთამაშე ყოველ წელს რას აკეთებს შენ თამაშში. ანუ რა არის, ანუ რას აკეთებს? აი მაგალითად ახლა ელემენტარული ჩვენი თამაშის ქორლუფი რო ავიღოთ, რა არის, ანუ ამის ქორლუფი რა? ანუ კავშირი კლავ, იცილებ, კლავ,
კლავ იცილებ კლავ იცილებ კლავ სულ ხარ ტემპში სულ ხარ რაღაცა ადრენალინში რა მერე შეგიძლია ტრანსფორმირება და უფრო მეტი მოკლა რა უკვე პატარა მექანიკები სხვა შემოწ ანუ იდეაში ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მომენტი რაც არის ამ თამაშში არის ქორლუფში არის ტრანსფორმაცია და ტრანსფორმაცია გავაკეთეთ რავი ერთი კვირს უკან წარმოიდგინე ისე რომ ორკი უკან ურტყამს უკვე ხო ხტები რა არ ურტყამდა კამ არ გვაინტერესებს ანუ ეს ახალი საშინლად დაუბალანსებელი lichად ვერც გადაიქცევი არც აჯერ გეკეთებ და არც ვაკეთებინებ მაგას წადი ეხა იქით მეორე ტურში გადადი საბოლოო ჯამში ანუ ვიზუალები გამოვიდა ისე რომ მე თუ მკითხავ გარემო გადასარევია ანუ იგრძნობა რაღაცეები რომ აი უკვე აი მაგალითად აი ხაც რომ გადმოხვედი ხო ხტები იმ სისხლიანი არენიდან და რაღაცა აქეთ რომ გადმოდიხარ უკვე იგრძნობა რომ რაღაცა ნეკრომანტიასთან და რაღაცებთანაა საქმე რა ხო ხტები და ანუ გარემო თითქოს გელაპარაკებ ნუ შეიძლება მე მეჩვენება ესე მაგრამ ნუ მაინც ეხლა აქ რა ხდება აქ მეორე ტურის კი შესაძლებელი გქონდა აი ეს რაღაცები აქ მოკლედ ხელს უშლის ხედვას კი არ არის დიდი პრობლემა მაგრამ მაინც რაღაცების გამოჯობესება და მეგვიწევ ხო ნუ მოკლედ იმასო დაუბრუნდეთ თემას საბოლოო ჯამში ეგ ყველაფერი გასავლელია ყველა სტუდიას რა რომ მიხვდნენ რომ პირველი უნდა დაიწყო ყოველთვის ბლოკაუტით. თქვენ თუ გონიათ რომ ხა არ გაგვინხილია ეგ 1000 ჯერ და არ მეთქვია რომ ბლოკაუტით დავიწყო და ბლოკაუტით ვაკეთო და ასე შემდეგ, რავი, ძალიან ცდებით რა. მაინც ხდება, ხო? მაინც ხდება, ხო, ანუ რაც არ უნდა იყოს. ბოდიში მენეჯმენტის ამბებიც რო გავითვალისწინოთ, ძალიან მიჭირს ჩემ სტუდიაში მენეჯმენტის ვისა რა ქვია, ძალიან უცნაურია. ჩემ სტუდიაში მაგრად მიჭირს მენეჯმენტი ზოგადად ჩემი ხალხის. ნახე, არ ჭირდება ჩემ ხალხს მიდენვა სამუშაოზე, ან კონტროლი რა, რომ აი თქვა შეიძლება მე ერთი კვირა არ მოვიდე ვაფშე სამსახურში და საქმე არ გაჩერდება. მაგრამ საქმე როგორ მიდის, აი მაგაში პრობლემა გვაქვს. საით მიდის, ხო, ანუ შეიძლება უცებ რაღაცა ზურა, ანუ რაღაც საკეთებდეს და უცებ წაიღო ოპტიმიზაციის რაღაცა, მიქ რაღაცა თქვა ის რო ისვრის ისე არ მოეწონა. არა და გასაკეთებელია სხვა რამე და კარგად იყავი, გადააკვდება იმას 3 დღე და თავარი რაც იყო, ის ავიწყდება. მერე პასუხია შემდეგი, რომ ეს ხო მაინც გასაკეთებელია, ბიჭო, არის. კია. მაგრამ თუ თავარი რაღაცები ჯერ არ დალაგდა, ანუ რაღაც მე-700 ხარისხოვანი. ხო და აქ მეორე მომენტია, მის კი არა მეგობრებო, რაღაც ვიღაცა იფიქრებს, რომ ზურა შტერიაო და რაღაც, ანუ ზურა შტერი კი არ არის. საკითხი მანდ ის არის, რომ ზურაზე ხა ნუ ზურა არის ყველა კომპანიაში ჩათვალეთ ანუ ვინც რაღაცას აკეთებთ ინდი სტუდიაში ყველას ყავთ ზურა რა ზოგი თვითონ ხარ ზურა ძალიან დიდი სტრესი მოდის რომ ამხელა რაღაც პროექტს აკეთებ მარტო მომენტ იმენა მარტო აკეთებ და მარტო რო აკეთებ ყველაფერი შენი გასაკეთებელია და ეს ის რაღაცა იქ არბალეტი რო ისვრის რო კვალ დატოვოს იმის კეთების შესახებ არაფერი არ იცი და რა ხდება ქვეცნობიერად გეშინია ასე რომ ვთქვათ რა ჭალებში დავარქოთ შიში მაგას გეშინია ნერვიულობ იმაზე რომ ვაი ისეთი რამე რო იყოსო თავს ვერ გავართო ვაი ისეთი რაღაც და უცებ ეგრევე ვცდილობ რომ ცოტა ინფორმაცია მოიძიო რა აბა რა ხდება ამაზე რა ვაფშე გავართმევ თავს ვერ გავართმევ ამ ინფორმაციის მოძიების დროს ავტომატურად აკეთებ უკვე საქმეს ხვდები და ნუ გადადიხარ და მე კი ხარ გამარჯვებული ბაზარი არ არის მაგრამ მეორე მომენტია კიდე მანდ ხშირად მაგ საქმის კბილს უსინჯავ ხოლმე და კბილს რო უსინჯავ 2 დღეს დახარჯავ ის გადასაგდებია მე ის კოდი რაც დაწერე და ბლუპრინტები მაგრამ შენ 2 დღე ხო უკვე დაკარგე მაგაში და ის თავარ საქმე რაც უგასაკეთებელი ხო იმას მოაკელი ხო და ნუ მოკლედ მსგავსი რაღაცები ასე ვთქვათ ეს შიშები თავზე ვერ გართმევი ჩემი დაკვირვებით რაც არის ხოლმე ინდი სტუდიებში აი ეგ არის ხოლმე პრობლემა რა და ეგ არის ჩისტა გამოუცდელი თიმების ამბავი, ჩემი განმსახედი და ჩვენს მიუხედავად იმის, რომ ბევრი ჩემი აზრით ლამაზი რაღაცა გვეკეთებული და ასე თქვა თამაშად შეიძლება შეკრული არ არის ახლა ყველაფერი და რაღაცა, მაგრამ ანუ ეგ აგვაქვს აკრას პრობლემა რა, რომ არ გამოგვიშვია ჯერ ასე თქვა ოფიციალურად რელიზი არ აქვს არ ყოფილა და ეს არის ის ჩემთვის სასიხარულო პროდუქტი, რომელიც ჩემი აზრით მაგას გააკეთებს. ასევე კიდე დავამატებ რადგან ამ თამაშს უყურებდით ჩვენ ცოტა ზერელეთ თავიდან და გვეგონა რომ 6 თვეში მედი და როგორც იქნება და ჯანდაბას და გავაგდო და რაიმე мотиваცია ცოტა სხვანაირი ჰქონდათ ჩემს გუნდის წევრებს და არ მოსწონდათ ამაზე მუშაობა, იმიტომ არ მოსწონდათ რა პროექტიც იყო ისეთი.
საბოლოო ჯამში, როცა მე თვითონაც გადავაანალიზე და მეთქი რაღა პირველივე თამაში დებილურით გამოვიდა და ბარემამდე ინტროა დახარჯული და მოდი ჯობია თუ რამე სწავლობ, მაშინ მოდი ნორმალურად ვისწავლო და რაღაცეები. მოკლედ ამაზე განვიხილე გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ახლა მე არ ვიღებ და განსაკუთრებით ასეთ რაღაცეებში და შევთანხმდით იმაზე, რომ მოდი რაღაც ადეკვატურ ქცევებამდე, ადეკვატურ რაღაცამდე მივიყვანოთ ეს. ამიტომ მოგვიწია მთელი ძველი რაღაცეების აღება და გადაგდება, თავიდან დაალაგება, თავიდან ქორლოფის გამოსწორება და ასე შემდეგ. და ეხლა ვართ უკვე მაგ პროცესში და ჩათვალე ამ ბოლო მომდევნო 5 თვეში რასაც გავაკეთებთ, ეს არის უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე თამაში ვიცით. რაც არის აპერკოტსაც ურტყამენ ხა თუ ფესებით რატო ხდება? ძალიან საინტერესო. გაია. კი ბატონო, ეს ბაგი არა აფიჩერია მეგობრებო. რეალურად მართლა შეუული აპერკოტს რო ურტყავს, ანუ აგდებს აზევით რა, ეგ გვინდა და როგორ კვეთებია და ამ შემთხვევაში უბრალოდ ანიმაციაზე არა სწორზედ მოწესთ. ხო, ну, საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ამ 5 თვეში ეხა ჩათვალეთ, ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე უნდა გავაკეთებინა რა, მაგრამ ხო, აი მოკლედ ესეთი არეულობები და არეულობები გქონდა. ოღონ ის არა, რომ თქვა რაღაც საქმე გაჩერდა და თქვა არაფერს არ ვაკეთებდი რა. აი ეგეთ რაღაც არ ყოფილა რა. პრობლემაც მაგაში არის. აი ბევრი რაღაცა არ გავითვალისწინეთ თავიდანვე ესეთი პროექტისთვის და უნდა გამოგვეშა ჯერ კიდე შარშან და რავიან. წელს სტიმს მივწერეთ, რომ ბოდიში თქო და რაღაცა თქო და მაიტა ოქტომბერში თუ სექტემბერში გადაგვიწიე თქო და მეორჯერ რა შეგეშალოთ თუ არაო, ვაი რას გიზამ თუ ასე მომწერენ სტიმიდან და მე თქო ბოდიში ვიძია მე თქო არ ვიზამე ეს. ხო, ну საბოლოო ჯამში როგორიც გამოვა, ეხლა რა ხდება? ანუ რაღაცები ამოვჭერთ აქვე scope clip-ზე თუ შეიძლება გავაგზავნე ბატონო საბა. თუ არ გავაგზავნოთ კი ბატონო, კი ბატონო. არა, გააგზავნოთ როგორც გქონდათ მე ხა მოკალი ეს და აქ რა ხდება აწი. ახლა გადი მაგერი. მესამბოს ხო აღარ ვაქვს თუ PC-ც ცდება კი ბატონო. დაათვალიერე გარემო და რაღაცები. აჰა, გადავიდე, ოკეი. აი ეს საინტერესო რამეა, ამას ქვია კაპა. ეს კაპები, როგორც დგას ეხა, ამ წუთში არც ერთი არა გააქტიურებული, მაგრამ რაღაც მომენტში რომელიღაცა მოგახტება ხოლმე. ეხა არა. ზოგადად, ანუ ამის ანიმაციები და რაღაცების გაკეთებული გვაქვს. და კაპები მოგახტება იტოქში, ანუ რო შედიხარ, ვერ ხვდები რომელი კაპა რა შვება და რაღაცა და რომელია მტერი და რომელი არა. არ გინდა ახლა მაგ ხელაზე მაგისაწევა. ანუ გინდა, მაგრამ არაფერ არ გამოჩნდება. მიდი, ასკროლ. გაერთ. მეზარება. იმედი მქონდა მაგის. ხო, ვიზუალები, ხო, ну მოკლედ scope clip-ს რაც შეეხება. ეხლა მაგალითად აქ გვაქვს ესეთი მონსტრი, ქვია კელპი. კელპი დაცურავს წყალში, ეს არის მითიური ცხენი, რომელიც ასე ვთქვათ, ხალს იზიდავდა ტბებში და აღჩობდა მე რა. ამ კელპს აქ ესეთი დანიშნულებაა, ამ კელპს გადაყავხარ თავის არენაზე, რომ დაგეჯახება. და ამ არენაზე რო გადაყავხარ, იქ ცალკე ბათქები იჩითება. ეგ კელპი მთლიანად ამ თამაშთან ამოუჭერეთ ამ ეტაპს. იმიტომ რომ დამატებით რაღაც მექანიკებს რაღაცებს მოიაზრებდა რა და ვფიქრობთ რომ გამოვუშვათ DLC-თ. ну რა თქმა უნდა უფასო DLC. გიდიაში ჩვენ შევთანხმდით ეს რაღაცაზე რომ ჩვენ სტუდიაში თუ ჩვენი სტუდია ჩვენ ხელში იქნება და რაღაცა თქვა არ იქნება ინვესტორებიდან რაიმე ზეწოლა, მაგრამ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ, ყოველი DLC-ასაც გამოვუშვებთ, აუცილებლად იქნება უფასო რა, ესე რაღაცა შევთანხმდით და ასე ვთქვათ, თამაშებს რასაც გავყიდით თავიდანვე, ანუ კონტენტი რაც დაემატება, იქნება, რავი, თამაშის ნაწილი რა. იმიტომ რომ პროსტა ვერ მოესწრო შეიძლება რელიზისთვის და რელიზისთვის ფული გვინდა, ну მოკლედ ბევრ რაღაც გამოჩნდა მაგით. ხო, შესაბამისად, აქ ეხა დანარჩენი უკვე რაც გვაქვს დამატებული, ელიტ ენემი ხდება აქ კიდე ერთი დამატებით. ეგ არის კაპებია, კულტისტები არიან, რომელიც უკვე მოლოტოვებს გესწრიან. და კიდე რა ყავს აქ და ну final boss-ი და აქ არის კიდე ნავით მინიგეიმი, რომელიც ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება. და შესაბამისად, ხო, აი ლიჩად გადაიქეციება. თუ ლიჩად არ იქცევა, ეხლა კი არ მახსოვს, გააკეთე თორე ზუ. ჩემ ფეხები აქეთ იყო. არ იქცევა. ხო, ну როგორც უკვე მოგეხსენებათ, ისეთი ბილდია, რომ საფხელზე გავა. ეს სულ მქონდა ეს? კი. კარგია. ტყვია მქვევით ისრე, კი. ბიჭო, აი რო დავაბალანსებ, მაგარი ფანი ექნება მაგ თამაშს რა, ანუ ბათქები, ბრძოლაობა უფრო კაი იქნება. ხო და ნუ მოკლედ შესაბამისად იმის თქვა მინდა, რომ ეს scope clip-ი
საბოლოო ჯამში არ უნდა მოექცეთ რა მაგაში რა, მაგრამ მეორე მომენტი არის რომ როცა მაგალითად ჩემ art directors ვეკითხები რომ აი ეს ამდენ ხანში მექნება, პასუხი არის ხშირად არ ვიცი. და მართალია რა, ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაღაცის მოფიქრება და დახატვა ისეთი რომ ზუსტად ისეთი იყოს რაც გინდა, არ არის მარტივი ამბავი რა. ეგეც არენასავით არის მან რაღაცა ბათქები გექნება. მარჯვნივ არის ის ნავი და აი მაგ ნავიდან დაიწყება უკვე ნავის მინიგეიმი, სადაც რაღაცა უნდა აიცილოს და წინაღობები რაღაცები იქნება და ნუ მოკლედ. და final boss-ში ეხლა ესეთ გობლინი უნდა იდგეს, შეიძლება არ დგას იქ, არ ვიცი. მოკლედ, მესამე ლეველიც ესეთი ვიზუალისა. ხო, მე მგონი ვთქვი, თუ გადავერთე ძალიან და ვერ ვთქვი, რაც მინდა არ ვიცი, ალბათ ყველაფერი ვთქვი. კაი, ეხლა შემოგაშველებ კითხვას. ანუ როგორც თქვი რა, ანუ ძალიან ბევრს ნიშნავს ხოლმე community-ს feedback-ები, მაგრამ დღის ბოლოს ისე გამოდის ხოლმე, რომ მაინც სანამ სტუდია თავის თავზე არ გამოცდის რაღაცას, იქამდე მაინც მაგ ამბავს არაფერი არ ეშველება ხოლმე რა. აი მანდ როგორ მოვაგვაროთ ეგ პრობლემა, აი მოსმენა გაგება და გათვალისწინების ამბავში, ანუ სად არის მან პრობლემა, რომ მე უკეთ ვიცი ამბავი არის თუ მაინც გამოუცდელობა. პირველ რიგში მაინც გამოუცდელობა ყველაზე დიდი პრობლემა ხოლმე, მაგრამ არიან ტიპაჟები ადამიანის ცხოვრების წესი როგორც აქვს მიღებული რა. მე მაგალითად ტიპი ვარ, რომ ოღონ ვინმე რამე მასწავლოს და ეგრევე გატესტო მეოსება ხოლმე რა, ეგრევე. აბა რა მასწავლოთ და აბა რაღაც ხო ხდები რა. მე ვისრუტავ უფრო და არიან ადამიანები, ვინცაც არ ჯერა და ბევრად უჭირთ, თქვათ, მიღება მსგავსი რაღაცეების რა. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი მაგაზეა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოო ჯამში გარემო ძალიან ბევრს წყვეტს საბა რა. მაგალითად, ჩვენ რო დავიწყეთ game development-ი, მაშინ ძალიან ტოქსიკური გარემო იყო და ამ ტოქსიკურ გარემოს გადმონაშთები დღესაც შემორჩენილია, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, ზუსტად მაგას ვაკეთებთ ახლა ჩვენ, რომ მეც და შენზეც და ყველაზე მაქვს საუბარი, რომ ეხა ეგ რაღაცეები გაქრეს ეს ტოქსიკური სისულელეები და არ გვჭირდება რა, ანუ არ გეთანხმები საბა, ბაზარი არ არის, აი არ მომწონს ეს თამაში, დებილობაა რა. არ მომწონს, აი რავი, ჭკრუს დამბრიელი სიტყვაზე ვიძახე, მე არ მომწონს რა, რავი, დებილობაა ჩემთვის, ბაზარი არა. მაგრამ ნახე, მე მხარი უნდა დაუჭირო იმათ, იმიტომ რომ იმათ ის თამაში და ის ხედვა აქვს და ანუ მინიმუმ თამაში კეთდება, ეს მე რო არ მომწონს, ბევრს არ ნიშნავს. მე არ მომწონს ეს ჩემი მართულება რა, ეს ნორმალურია აბსოლუტურად. ანუ მე არ ვთამაშობ მეტროიდვანიას, კი ბატონო. მაგრამ ნუ ამას მაგალითს ვიძახი მეგობრებო. ხო და მაგრამ შენ ხო არ უნდა თქვა რომ აი ჭკრუს თამაში დებილობაა და მოდი ჩემი რაღაცა ფლეგ დოქტორი ითამაშეთ რა, ანუ ეს ხო აბსოლუტური იდიოტიზმია. და მე უფრო მაგარს ვაკეთებ ან რაღაცა რა. მაგრამ მანდ მეორე მხარია კიდე. ჭკრუს თამაში რომ დამბრიელი კაის აკეთებს, მე აგერ ფლეგ დოქტორი მაქვს. ბევრად დებილობა არის, ვიდრე პირობითად ჭკრუს კონტენტი და ჭკრუს ტიპაჟი. ხო მეტროიდვანიას მეტი მიმდევარი ყავს რაღაცა და მე ჟანრის კი არ ვიცი რა ჯანდაბა მაქვს. რა ჯანდაბა გამოვაცხი ხო ხტები. შესაბამისად, მე მაგალითად შეიძლება აქ გამიჩნდეს რავი დაჩაგრულობის შეგრძნება, აი ისინი ბევრად ძლიერები არიან და აუ, კაროჩე, აი ჩემი კონკურენტები არიან და რაღაცა ეს სიღრმისეულად. ბევრი მაქვს ამაზე, ბევრ ადამიანთან ასაუბრები და ეს არ არის მეგობრებო პირდაპირ პასუხი, რასაც პასუხობენ. ეს არის ჩემი დაკვირვების და ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზის და ქმედებებიდან დაკვირვების გამომდინარე რა. ჩემი გადმოსახედიდან ეს ადამიანები მე თვლიან კონკურენტად იმას, რომელსაც ვერ ამარცხებენ ამ ეტაპზე და იკეტებიან უფრო მას სტუდიებში და თავიანთ თავში რა. ხო და მე ვფიქრობ, ყველაზე არა თქმა საუბარი. მე ვისაც ჭირდება იმისთვის მომხმობს. მე ვფიქრობ, რომ ანუ ეგ არის დიდი შეცდომა, რადგან თამაშებში კონკურენცია პრაქტიკულად არ არსებობს შენ შემთხვევაში რა. იმიტომ რომ შენ, ანუ მე ახლა ამ თამაშში მაგალითად არც ჭკრუს ვეკონკურენტები და არც ბესოს შაურმას და არც ჩიტიძის იმას რა ქვია. 7 enchantments ხო ხტები და არც way of wrath და არც არაფერს რა, ანუ ვაფშე სხვა ჟანრია, სხვა მიმართულება. ახლა რავი, მეტროიდვანიას კიდე ვინ აკეთებს ჩვენთან, ხო ხტები, რომ საკეთებდეს პირიქით. მივალ ჭკრუსთან და ვეთქვი, რომ ბიჭო, მეც ვაკეთებ, ხო ხტები და მიდი რა გზმობას გავცებ, რა შეცდომები დაუშვით. რას მივაქციო, ყურადღება, ლეველები როგორ გავაკეთო და რავი, ეხლა ჭკრუს თუ დაგავამკლით, გამოდი და თქვი და გავლანძღოთ სულ ყველამ ერთად, ხო ხტები. Game dev-ში აი
ვაფშე სხვა ტიპები ვართ რა, უცხოელებთან აქ ეხა მე ხშირი კონტაქტი ეხსამამ კი იცის და ტიპები ზუსტად მაგას მეუბნებოდნენ რომ ეხა პაკისტანში ასხამენ 60 მილიონს 60 მილიონ დოლარს game development-ში. ვეუბნებ, დუგან მეთქი. აიდე 1-2-3 მილიონი ჯასი ჩვენთანაც მეთქი. არის საშუალება, არის ხალხი, არის კარგ რაღაცებს ვაკეთებ. ესა ის. ბჭო, თქვენო გაქვთ უდიდესი პრობლემაა. ესეთ რაღაცას მეუბნება. თქვენო არ იცითო გაზიარებაო და ხალხთან ურთიერთობაო და სწავლისო ისო არა გაქვთო კულტურაო რა. ანუ თქვენო არ მიწერთო, არ დაურეკავთო ვიღაცას თურქეთშიო, აზერბაიჯანშიო, თქვენ სამეზობლოში ელემენტარული რო გითხრათო რა, რომ კითხოთ რომ ეს როგორ გავაკეთო. ადგებითო და ან თქვენ ძმაკაც დაურეკავთ ბათუმშიო, ან ვაფშე რა არ კითხავთო ხო ხდები რა. ეგეთი კომუნიტიები, ეხლა დიდი გამოცდილება აქ ამ ხალხს და ყდებაო რავი, ანუ აზრი არა აქვს ასეთ კომუნიტებში რამის გაკეთებასო, იმიტომ რომ ძალიან ნაკლები შანსია რომ რაღაცა გაამართლოს, ხდები? რა უნდა მეთქვა, მეთქი შევცვლით, მეთქი მაინც რაგას მოვიოთ, მეთქი ფულს ჩვენთან. შევცვლით ეგეთ რაღაცეებს თქო და რავი, მართლაც ესე ვცდილობ, ეხლა მაგალითად აზერბაიჯანის კომუნიტიდან გავედი და იმათთან ვცდილობ, რომ დავპარტნიორდეთ, რა დავმეგობრდეთ და რაღაცები იმათაც ვკითხე რა როგორ აქვს თავიანთი გამოცდილება, გვასწავლონ, გაგვიზიარონ და რაღაც კომუნიკაციები მაგ ნელ-ნელა ვცდილობ რა, რომ რაღაცა ჩვენი კომუნიტი გავაძლიერო მაგ კუთხით, თუმცა ჯერ ისეთი ხელჩასაჭირი ესე რომ ვთქვა, არაფერი. ნელ-ნელა გამოჩნდება მომდევნო რამდენიმე თვეში. ხო, მაგრამ ეხლა ჩაგეძიები, იმ ყველაფერს ჯობია რაც იყო, აი ხა სანამ შენ გააქტიურდებოდი რა, იმიტომ რომ მან სანამ აი Georgian game industries სადავებს ხელში ჩაიგდებდი, ან მან დასეთი რაღაცა იყო, რომ თუ მე არ ჩამიგდია, просто მე ვთქვი რომ მივხედავ თქო და დავიწყე მიხედვა. ნუ ხუმრობ. ხო და უკვე სანამ მიხედავდი რა. ანუ ვიღაცას რო დაინტერესებდა ქართულ game ეკოსისტემაში რა ხდებოდა, ანუ არ იყო არანაირი ჰაბი, არანაირი გაერთიანება, არაფერი, ანუ არაფერი რა, ანუ ვერავისთან ვერ მიდიოდნენ და პროსტა თუ ვიღაცას გაიგებდნენ რომ ამ სექტორში მუშაობდა, იმას გამოკითხავდნენ რა. და ეხლა კარგი ის არის რომ შეიცვალა ეგ ამბავი, შენი მხრიდან გააქტიურებული ხარ უცხოელების მოძრაობაში, თვითონ შიდა მოძრაობაზე, აგერ ჯიჯიშის შეიქმნა TikTok-ი, Facebook-ი, YouTube-ი, ყველაფერი. კი, მაკოპირებენ. და ხო და ნუ მოკლედ თემა ის არის რომ აი წეღარ ვლაპარაკობდი რა ჟანრებში რომც კონდეს დამთხევა ეხლა მე და შენ ერთნაირ პროექტებს რო აკეთებდით კონკურენტები მაინც ვერ გამოვალთ იმიტომ რომ ორივეს ინტერესი არის რომ ჩვენ გავიდეთ ანუ შენ რო გახვიდე საზღვარგარეთ ჩემთვისაც წარმატება არის ეგ იმიტომ რომ თვითონ ქართული გეიმდევი გადის საზღვარგარეთ რა და ჩემი აზრით მთავარი ის თემა არის რომ აი ეს არ უნდა გავაჩეროთ აი რაც გითხრა ეხლა შენმა პაკისტანელმა მეგობარმა თუ ვინც იყო პაკისტანელი არა ამერიკელი რაღაცა კი ბატონო ინაცვალეს ურში და გურში აი კაკრას აი გავითვალისწინოთ რომ ერთ ბევრი სტუდია არის ეხლა რომელიც არც მე და არც შენ არ ვიცით რა და გამოჩდით ხო დაგვილაპარაკეთ Georgian game industry-ში Facebook-ზე შეგიძლიათ GG-ში Telegram არხზე შემოხვიდეთ, იქაც დაწეროთ ყველაფერი, ვილაპარაკოთ ხოლმე, რომ ვიცოდეთ რეალურად რა შეგვიძლია რა. და მოდი ახლა შენთან გადმოვალ უკვე მოიცა საბა ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე მაშინ აქ არ დაივიწყო. აქ მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ერთი რაიმე რა, რომ ერთი ადამიანის ხელში არ იყოს მთელი სექტორი. ანუ ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი. მაგალითად Facebook ჯგუფი ცალკე ტიპია და სხვა ხალხი კურირებს, ასე ვთქვათ. Telegram არხი GGCC სხვა ტიპია და სხვა ხალხი კურირებს და რაც გვაქვს Discord-ზე კიდე ეგეც სხვა ტიპია და სხვა ხალხი კურირებს, მაგრამ ყველაფერი ემსახურება ერთ საქმეს და ჩათვალეთ რომ დეცენტრალიზირებულია რაღაც კუთხით ეს ყველაფერი რა. რა თქმა უნდა, არავინ ხელს არ უშლის ერთმანეთს, რომ ინფორმაციები ადგენენ და ყველა ასე ვთქვათ წყაროში გადააზიარონ, ხდებით? მაგრამ ასე ვთქვათ იმის შანსი რომ ვიღაცა მონოპოლიზება გააკეთოს ამ ყველაფრის რა და იყო მსგავსი ცდილობები სხვადასხვა უცხოელებიდანაც და შიდა თემებიდანაც რომ ვიღაცა მონოპოლია ჩაიგდოს და მე ეს ყველაფერი ადგენს და თავის როგორც უნდა ისე ამღეროს რა ხო და ეგეთი რაღაცები არ მოხდება ეგ მნიშვნელოვანია რა ჩვენი ქვეყნისთვის და კომუნიკის განვითარებისთვის რომ ყველა რაღაცას ვაკეთებთ ყველამ ჩვენი ხედვით გავაკეთოთ ოღონდ ერთმანეთს ხელს ნუ შეუშლით ანუ მივეხმაროთ ხელი შეშლის მაგიერ ნივეხმართ. ეხლა მართლა საბას და ჩვენ ურთიერთობას კი ნახავთ ხოლმე GGC-ს და ამ Gamecast-ის რაღაცებზე.
ვაშარჯებ და ვაწვალებთ ერთმანეთს და დაგარეპორტებ და რაღაცა და არა და პირიქით გამწარებული ორს გამო უყურებ ხო ხდებით ამის ვიდეოებს და ვალაიქებ და კომენტარს წერ რომ რაღაცა თავისი ჩვენებადობა გქონდეს ხო რეალურად კონკურენტი ვერასდროს ვერ ვიქნები ჩვენ ერთმანეთთვის და ანუ პირიქით ანუ საბასო რაღაც სხვა ფორმატი აქვს მე მაგალითად სხვა ფორმატი მაქვს რაღაცა ერთი და იგივე ადამიანები შეიძლება ტეროლებენ მაგრამ საბასთან სხვა თემებზე საუბრობენ ჩემთან სხვა თემებზე საუბრობენ და ესე ერთმანეთს ვავსებთ რა და ერთ და იგივეზეც რომ ვილაპარაკოთ ეგეს კარგი იმიტომ რომ საბას თავის მაყურებელი ეყოლებოდა და რაღაცა მეთქვა ჩემი მაყურებელი მეყოლება სადღაც მე გამიჭირდება საბასთან გადმოვა ის ხალხი სადაც საბას გაუჭირდება ჩემთან გადმოვა ეგ არის აბსოლუტურად ნორმალური რა და რაღაცა კონკურენციად მე ვერ აღვიქვამი პირიქით ჩემი აზრით ხელშეწყობა უფრო არის რა და სადაც საერთო ინტერესია კი ხო და ეგრეც უნდა იყოს მეგობრებო რავი თქვენს თუ გინდათ ძალიან გამეხარდება გააკეთეთ შელეგიასაც აქვს თავისი არხი YouTube-ზე რამდენი ხანია просто მაიმუნია და იშვიათად დებს ვიდეოებს და ასე გააკეთეთ თქვენს და დიდი სიამოვნები გამოგიწერთ და გიყურებთ და რავი კი იცით ხა რომ თუ ვინმე დადებს რაიმეს YouTube არხს დაჟე ან თამაში ვაკეთებ თუნდაც იმ თემაზე ან რაღაცა ხარს უჭერ ხოლმე ყოველთვის და ვცდილობ რომ ჯგუფებში გადავაზიარო და რაიმე ბოდიში ბატონსო დასხე ბარემ სოციქსელებზეც ვლაპარაკობთ აქვე გეტყვით გამოიწერეთ ბატონი დავითის არხიც ჩემი არ გამოიწერეთ სხვადასხვა ტიპები აქვს ხო არ გამოიწერეთ ჯერ ჩემი გამოიწერეთ საინტერესო პოდკასტები არის უყურებ სხვათა შორის ძალიან მომეწონა ბოლო ეპიზოდი განსაკუთრებით წინებით ძალიან კარგი იყო ასე გავაგრძელოთ ახლა გადავიდეთ უკვე ბოლოსკენ რომ თლად არ გავცდეთ 1 საათიან ზღვარს და ახლა მითხარი შენ რაც გაქვს გამოცდილებით და იმით ჩვენ როგორც ასეთ დეველოპერებზე რომ ზრუნავთ და თავის ტკივილი ავარიდოთ ჩვენს ახალ დეველოპერებს რაღაცნაირად შეგონებანი ჭუბასნი რომ გითხრა და რჩება მოგცე ახალ გაზდა დეველოპერებს რა გააკეთონ, როგორ გააკეთონ და რისთვის გააკეთონ. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მე მეგობრებო, დიდი არაფერი არ ვარ, დიდი არავინ არ ვარ. აქამდე რომ რამე შემძლებოდა, ხო გავაკეთებთ, მაგრამ 9 წელია უშვებთ შეცდომებს, სხვადასხვანაირს, მრავალფეროვანს, ბევრს, დიდს, პატარას. და რაღაცა გამოცდილება ის თუ არ შემილია, გითხრათ რა გააკეთოთ, ის მაინც შემილია, გითხრათ რა არ გააკეთოთ. რაც არ უნდა გააკეთოთ, ეს არის რომ პროგრამისტი და არტისტი რომ შეიკრება და დააცხენოს რომ თამაშს ვაკეთებთ, ეგ არ უნდა გააკეთოთ. იმიტომ რომ გეიმ დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორია. გეიმ დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩიტიძემ თქვა ერთი რაღაცა ძალიან საინტერესო, რაც ძალიან გამეხარდა, მაგან აღმოაჩინა ყველაფერი, მაგასაც ძვირი გაუჭდა, მაგაჭირებულს მაგას, მაგ ყველაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშის მარკეტინგი იწყებაო თამაშის იდეიდან. ეგ ერთი 4 წლის უკან დავამოღამე სიმართლე გითხრათ მეგობრებო და არ ჩავთვალე ჯერ არც ერთი პროექტი, რომ ეგ უნდა გამომეყენებინა და შემდეგ პროექტში უკვე ეგ მოფიქრებული მაქვს. 2 წლის უკან მოვიფიქრე შემდეგ პროექტს, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. ვიტყვი რომ ეს არის very badly developed game. ძალიან ცუდად გაკეთებული თამაში, ეს ერთმევა. და მაგაზე მე ალბათ ნენდერა მომავალში ვისაუბრებ, ჯერ მეტი სოდნა რა საჭირო. და აცვეჩი აი იმენ იდეის მოფიქრებიდან იწყება მარკეტინგი რა. თქვენი თამაში თუ ვერ ნახა, რავი, აკეთეთ და იყავით, ხო ხდები. სამწუხაროდ ჩვენ ორიენტირდებით ისეთ რაღაცებზე მეგობრებო, რომ აი ტიპმა გააკეთა მარტო ერთი თამაში, გაუვარდა და 2 მილიონი იშოვა. ნახე, ჩვენ ხო ყოველდღე არ გვესმის ეგეთი რაღაცეები რა. ამაზე დავფიქრდით. ჩვენ ხო ყოველდღე გვესმის. ხო იცით, ის სხვა გარემოში იყო, ის რაღაცა სხვანაირად მოახერხა, რაღაც ისეთ მომენტში მოიფიქრა ისეთი თამაში, რომ ასე ვთქვათ, გარემომაც ხელი შეუწყო, ბაზის მოთხოვნებაც ხელი შეუწყო. ბევრი ნიუანსია, მან შეიძლება გაუვარდა, შეიძლება კარგად დაგეგმა. არავინ, ანუ თქვენ ხო არ გინახავთ ყველას ინტერვიუ, ვინც ეგრე გამოუვიდა რა. შეიძლება გადასარევად დაგეგმა ადამიანმა რა. ხო და არ ვიცით. იყო ესეთი თემა იყო რა, ადრე მეორე მსოფლიო ომში. რო ბრუნდებოდნენ თვითმფრინავები. ესეთი არ მახსოვს რა ქვია, მათემატიკოსმა უთხრა, მაგათ ეგეთი პასუხი რაღაცა ქვია რა, არ მახსოვს. მოკლედ თვითმფრინავი რომ მოდიოდა ფრთებში და კუდში თუ სადღაც იყო დახვრეტილი ხოლმე რა და გადაწყვიტეს სამხედროებმა რომ ეს ადგილები სადაც ტყუიები იყო მოხვედრილი რომ უფრო ფიუზელაჟის ეგ ადგილები, короче, გაემყარებინათ რა. და მათემატიკოსმა თქვა პირიქით, რომ ანუ რადგან ეგ თვითმფრინავები უკან ბრუნდებაო,
ესე იგი, სადაც ტყვი არ არისო, მოხვედრილიო, ის ადგილებიო უნდა გავამყაროთო რა. და მართალი იყო ეგ, იმიტომ რომ რადგან იმ ადგილებში ტყვიები ხდებოდა და მოფრინავდნენ უკვე და უკვე ჯდებოდნენ, ესე იგი ეგ პრობლემა არ იყო. და სადაც ტყვიები არ ან მოხვედრილი არ იყო და ყველა თვითმფრინავი რომელიც ბრუნდებოდა, იქ ტყვია მოხვედრილი არ ქონდა, ესე იგი ტყვია რომ იქ ამ ადგილზე ხდებოდა, უკვე აღარ ბრუნდებოდა. ეხლა რატომ მოვაყოლე? ხო, რატომ მოვაყოლე ეგ ისტორია, რა ზუსტად ეგ არის რა, წარმატების ისტორიებზე მარტო, კონცენტრირდებით, უფრო კარგი იქნება რომ დავაკვირდეთ წარმატებლობის ისტორიებსაც რა, რატო არ გამომივიდა მე აგერ დავიჭუბავდია სამდენი ხანი რაღაცეები. იმიტომ რომ ყვები რაღაც არ გავითვალისწინეს გოუფკრიპი, ქონდა მენეჯმენტის პრობლემა გუნდში, გვეშინოდა რომ რაღაცები არ გამოგვიდო და საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვიდა. რა, ორი სიტყვით გითხარ საბა, რომ შენი აზრით როგორი ვიზუალები აქვს ამ თამაშს? შვენიერ, მე მომწონს ძალიან თავისებურია და აი 10-დან ამდე შეაფასებთ. ვიზუალის მხრივ დაუწერდი ალბათ რადგან დასამუშავებელი არის ატმოსფეროს შესაძლებელი 800 დაუწერდი. ხო, ეხლა წარმოიდგინეთ ჩათვალეთ ჩვენი პირველი პროდუქტი თამაშია. ხა 10-დან 800 რო გიფასებს ადამიანი, რომელიც ბევრ თამაშს თამაშობს და კარგ თამაშობს, არ არის ცუდი. 5-იც რო ეთქვა და ის ნორმალური იყო პირდაპირ გეტყვით რა. ხო და შეხედე, ანუ გამოდის რომ ეს ვიზუალები და რაღაცეები დიდად პრობლემა არ ყოფილა. მთავარი არის გეიმპლეი. გეიმპლეი უკვე საბა ვერისიამონა აქვს, ხო დიდად. აი, გამოდის რომ ამ თამაშის ვიზუალები ახლა საბას მაგარი ფეხებზე კიდია, ჭირდება გეიმპლეი. გამოდის რომ ჩემო კარგებო, უნდა დააკვირდეთ გეიმ დიზაინის პრინციპებს, რაც ზუსტად გეუბნებათ იმას, რომ შენი თამაში უნდა დააწყო პირველ რიგში core loop-ი. core loop-ი, ანუ ყოველ წუთში მოთამაშე რას აკეთებს და რითია დაკავებული. მაკედან გამომდინარე აწყობენ მთელ თამაშს. ეგ არის ძირითადი იდეა, ბირთვი თამაშის, რომელზეც მუშაობ რა. ჩვენ ვიწყებთ ხოლმე უკვე მოგწონს რაღაცა სიუჟეტები ისინი. კი ბატონო, ყოფილა შემთხვევები, რომ მაკედანაც შეგილია მიხვიდე და ბოლოს დაამუშავო კორლუპი. ჩვენს ასე ვაკეთებთ კორლუს მიუდგები და სახეს გავაწვდ დავამუშავებთ, მაგრამ ანუ უფრო მეტ დროს კარგავთ და უფრო მეტ ფეილის შანსი იზრდით. მე мотиваცია არის ძალიან დიდი პრობლემა. ანუ ერთ და იგივე ზრუნ მუშაობ ამდენი ხანი და თითქოს დგახარ და არ მიდის პროექტი წინ, ულევი საქმეა, ხო? ეგეც მეორე რთული პრობლემაა. ინვესტიციები, ფინანსური ისი, ასე ბევრი პრობლემა არის. შესაბამისად მე გირჩევთ, რომ სანამ თამაშის კეთებას დაიწყებ ჩემო ტკბილებო, ისწავლოთ 3 რამე. თუ არ აპირებთ გუნდში მარკეტერის დამატებას, გადახედეთ, ყოველ თქვა თავის ძოზე და მეც ვიტყვი, how to market your game ეგეთი ვებგვერდი არის და საბასაც ეცოდინება და გალინკავს ამ ვიდეოს ბოლოში. 62 თუ რაღაცა ეგეთი რაოდენობის რჩევა არის, რაც აი კისერში გეყოფათ, რომ დაიწყოთ და 100-ზე მოხვიდეთ, რა ხდება რა. თქვენ თუ თქვენთვის განავითარებთ ამას გადასარევი. ეგ აუცილებელი. მეორე, game design-ის აი ანბანი, აი ელემენტარული, აი რა არის core loop-ი რაღაცა, როგორ აწყო, როგორ აგზნობინე მოთამაშეს ეს, ის, რა გინდა თამაში და თამაში მიიღოს, ანუ ელემენტარული, როგორია ცუდი game design-ი, როგორია კარგი, აი ელემენტარული რაღაცა 2-3 დღე მინიმუმ დახარჯო, გადაიკითხო მაინც უკვე რაღაცა ადეკვატური იქნება, წიგნებია მაგაზე ძალიან ბევრი გამოსული. რავი, ანუ ბევრი საინტერესო მოთამაშის ფსიქოლოგია, ანუ მილიონი რამეა რა. რაღაცას რომ გაეცნოთ მაინც, აი საკვანძო შესტოებს არ დაუშვებთ რა. და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი აი მენეჯმენტი უეჭველი უნდა დაამოღამოთ რა, ანუ მენეჯმენტი არის უმთავრესი ერთ-ერთი რომ დააგეგმო კვირა, თვე და მიყვე და დედლაინებში არ ამოვარდე, იმიტომ რომ როცა უფროსი არავინ არ ყავს და შენ ხარ შენი თავის უფროსი, ყველაზე რთულია დისციპლინის ჰქონდა. მაგ დროს საბა დამეთახმება კი იცის. ან პრიორიტიზირებად საკითხების ირევა ერთმანეთში და რაც უფრო მნიშვნელოვანი არის, გადაიდება, ნაკლებ მნიშვნელოვანი გაკეთდება და ნუ ამიტომ იწელება ხოლმე ძირითადად. და არა მხოლოდ მე აღმოჩნდება რომ ეს ნაკლებ მნიშვნელოვანი რო გააკეთე, მთავარი რო გააკეთებენ ის ნაკლებ მნიშვნელოვანი, შე როგორც გააკეთე, იმას აღარ ერგება. და ბევრი ნიუანსია მოკლედ რა. მაგრამ ამ სამ ძირითადად რაღაცას გამოვყოფთი, რაც გიშველით და მერე რავი თქვენიც და მაგრამ დანარჩენი იდეა კიდევ მერე შეუძლიათ იკითხონ აგერ ყველგან სადაც შეუძლიათ თქვენ. და ეს დავამატებ. არავინ არ დავაზარდებ. იდეაზე არავის არ კითხოთ, კაია თუ არა. მე ესეთ რაღაცას ვიტყვი, იმიტომ რომ თავის ძროზე ჩემთან რომ მოსულიყო ვიღაცა, მიხე ახლა მართლა უკვე დიდი გამოცდილება მაქვს, ბევრი რაღაცა სხვისი პროექტების ბევრი განმიხილია, შემიკეთებია, ასე ვთქვა, დამბალანსები რაღაცები, მაგრამ ეხა ვინმე ჩემთან რომ მოსულიყო, რავი, რამდენი წლის უკან და რო ეთქვა, რომ ჭუბა, მოდი რა ვქნა, იცი, ეხა მე მაქვს ესეთი იდეა,
რომ მოდი გავაკეთებ თამაშს დინოზავრებზე. სადაც ადამიანები არიან ქვიშხანაში, მაგრამ დინოზავრები იქნებიან არა ჩვეულებრივი დინოზავრები, იქნებიან რობოტები. და ადამიანებს ექნებათ მარტო ქვიშხანის იარაღები მშვილი და რაღაცა ოღონდ ისინი რაღაცა ტექნოლოგიური რა. აი შეიძლება შემეფურთხებინა იმებს და მე თქვა თავი დაანებ ბავშვ კრეატივს ხო რა. და ეგ როგორ უნდა გამოვიდა Horizon Zero Dawn-ი გამოვიდა და დაახურა ყველაფერი. კი ბატონო. ხო ეგეთი რაღაცა ანუ რაღაცას ფურცელზე ჩანს დებილურად ძალიან მაგრა შეიძლება იყოს რეალიზებული და პირიქით რაც ფურცელზე ჩანს ძალიან კარგად, ძალიან ცუდად შეიძლება იყოს რეალიზებული, ამიტომ იდეის შეფასება სამწუხაროდ ვერ გააკეთებს ალბათ ვერც ერთი ადამიანი რა. კონკრეტულად ძირი იდეა რაც არის ეგეთი ანუ თამაშის იდეა თორე ახლა დეტალებში უკვე ნარატივის და იმის კი შეიძლება რა თქმა უნდა პერსონაჟები როგორია რაღაც სუსტია, შინაარსი სუსტია რაღაცა ეგენი ფასდება. კი ბატონო, მე მგონი ბევრი ვილაპარაკე ფოტიში. კი, მე მგონი ეყოფათ ჩვენს მაყურებლებს. ალბათ. მადლობა ბატონ დავითს, რომ მოგცა შანსი გაგვეზიარებინა მისი ცოდნა, რჩევები გამოცდილება. თქვენ ჩვენ მაყურებელო შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ GG-ს არხი, გამოიწეროთ Gamecast-ი აუცილებლად, იმიტომ რომ იქაც საინტერესო რაღაცები ხდება ხოლმე. შემოდით Telegram ჯგუფში, Facebook ჯგუფში, Instagram და TikTok-ზე, ყველგან. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ დავით თქვენს ხომ არ გაქვთ რამე მე რა შემიძლია თქვა მე ვიტყვი ერთ რაღაცას რა სტეპში გვაქვს ესეთი გამოთქვა დავნერიგეთ რომ ნუ იქნება მარტო გეიმერი იყავი გეიმ დეველოპერი თქო და მართლაც ესეა ჩვენ ყველანი ახლა ვინც ავართ ვისაც გვიყურებთ ხოლმე ვინც რავი არსებობს გეიმ დევში ყველა გეიმერები ვიყავით რა აბსოლუტურად და ეხლა ვართ ყველანი გეიმ დეველოპერები და ზუსტად ეგ იყო რომ ერთხელ მაინც დაფიქრებულ ვართ ყველა რომ აი ამ თამაში ესე კი არა ესე რო იყოს უკეთესი და აი უკვე მაქედან იწყება გეიმ დეველოპმენტის გზა და გაყევით მეგობრებო ამ გზას რა რაც მეტი გეიმ დეველოპერი იქნება და რაც მეტი თამაშები გვექნება რაც უფრო კაი იქნება და რაც უფრო მეტი იქნება რაც უფრო კაის გავაკეთებთ კი ბატონო ეგ არის ალბათ ეს მადლობა დაგემშვიდობით შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით კარგად გაგზავნებოდეთ მადლობთ ბატონო